მერე ვემორჩილებით შუქნიშანსო. თუ შუქში ნიშანი არ არის, მერე ვემორჩილებით საგზაო ნიშანსო. ო აქ თავარია, აქ დაუთმე გზაა და საგზაო ნიშანსო. თუ საგზაო ნიშანი არ არისო, ვემორჩილებითო საგზაო მონიშნასო. ეხლა ამ საგზაო მონიშნაში რა ვარიანტი გვაქვს ჩვენ იცი? შეიძლება ჩვენ აქ გქონდეს ერთი ესეთი უწყვეტი ღერძულა ხაზი, მაგრამ შენ რომ ამ უწყვეტ ღერძულა ხაზთან გქონდეს აი ესეთი საგზაო ნიშანი, გადადი მარცხნივო, შემოუვარეო. ხედავ, საგზაო ნიშანი უპირატესობაშია ყოველთვის საგზაო მონიშნასთან და შენ აქ უყურე თავისუფლად გადახვალ წახვალ ეს. ანუ საგზაო ნიშანი ყოველთვის უპირატესია ვიდრე საგზაო მონიშნა. სადაც საგზაო ნიშანია, იქ შეიძლება მონიშნა არ იყოს. სადაც საგზაო ნიშანია, შეიძლება იქ მონიშნაც იყოს. მაგალითად ესეთი უყურე რა ვარიანტია აი ეგეთი. შეიძლება ჩვენ აქ გქონდეს გაჩერება აკრძალულია, თქვა სიტყვაზე გეუბნები. აი, უარი გაჩერება აკრძალულია. და შეიძლება ამ გაჩერება აკრძალულიასთან გქონდეს აი აქ მონიშნული უყურე ესეთი ყვითელი ხაზი. ხედავ? ორივე ერთი და იგივეა. შენ თუ არ გექნება საგზაო ნიშანი, აგე დახაზული გავდა ისიც იმას ნიშნავს, რასაც საგზაო ნიშანი. თუ გექნება გასაგებია, რომ ორივე ერთი და იგივეა. ანუ კიდევ ვიმეორებ, რომ როცა იმ კანონებს რომ გავიაროთ თავიდან, ჯერ ვემორჩილებით მომრეგულირებელს, პირველი მერე ვემორჩილებით შუქნიშანს, მერე ვემორჩილებით საგზაო ნიშნებს, მერე ვემორჩილებით საგზაო მონიშნას. აი აქ ვართ ახლა საგზაო მონიშნაში. გავიგეთ ხო? დიახ.